თბილისში вообще ის რა ქვია ბოკერიას ხონდე ბოკერია კი უნდა ყველაფერი სწორია რაღაც რევოლუციური სცენარისა ესე იძახის მაგრამ მე იძახს რომ აი თუ რევოლუციური სცენარი გამოდის ხონდა მოემზადოთ მე კოალიციების ვისაც კოალიციების უნდა მომზადებენ მოემზადოს მე არ სრულიანობა კოალიციების მომზადებით მაგისთვის არ ვიგვიძე ვასიშას კოალიციების მო კი გეთანხმებით ამიტომ აკაც მზად უნდა ვიყოთ ეგეთი იმისთვის ეს вообще ეს ლაპარაკი რომ კი მაგრამ ჩვენ ხო ის სცენარიც უნდა გქონდეს ამიტომ უნდა დავიტოვოთ გზა და კოალიცია ვისთან უნდა დავიტოვოთ კოალიცია მაშინ გავაკეთოთ კოალიცია იმასთან კახი კალაძესთან პავლოსანიასთან იმასთან ამასთან და ვიქნებით მაგარი ხალხი ხო და აი როგორ გავაკეთოთ მაგაზე თელი ისა ვფიქრობ და აი რანაირად გავაკეთოთ მაგას ვეუბნები ჩვენ ამჟამად რევოლუციური ვითარებაში ჩავატაროთ არჩევნები ანუ ხალხის აღკინების პროცესი ისე მოიჭრება და მე უკვე მაგაზე ნიკო რევოლუცია აქ ჯერ მოსკოვი აქ მოხდება მოხდა დედისტრაფი კადაფი უნდა გამოაცხადოს და ჯოხი ტრანსფერა მოხდა კაია რომ ჩვენ ეგრე ვფიქრობ და მე მგონი უმეტესობა ეგრე ფიქრობს просто იმათაც უნდა ღიად schulში მოვადოთ ეგრე ხო და ის რა ქვია თავი რუსთავი მოვაწიოთ ფიქს აბარა ეკვალიტარი ვაჭრობა და ტრეიდოფები და იქით აქეთ და რაღაც საზღარი ხო და თქვენ უნდა აიღოთ ინიციატივა რა მე მგონი და კაკოს და შექმნა ჯგუფი აი კაკო ესა რა ქვია ბეჟაშვილი ვიღაცები ვინც არის რეგულატივად გაწყვეტილი და ვიდან უნდა შევაჯოთ მაგ თემას ასე კაცი რუსთავის ხალხს ავსივანიშვილის საქმე არის ასაკუთრებული კარგად დავყო ფინანსები აფინალები უნდა მისცეს კაცი ფდეში 2-3 თვიანი აქცია და დამჯდება 200 კაციანი კარული ჩემპიონს ეს ჩემპიონი ადამიანების დაგინოში სასამართლოების მონაწილეობა მე მგონია რომ მართლა ეგრე ჯობია რა კაკოა რევოლუციური სცენარი უნდა სხვანაირი არ სხვანაირი კაკოს ინტუიციას ვენდობთ ხია გამოვიყურებთ უყურთ დამარცხებულები ამიტომ კიდევ ბევრი ხალხის მობილიზება არა მოგვიგებენ ყველა ვარიანტი მოგვიგებენ არჩევნებს ეს ვიცი და შეიძლება პარაშენკოს ერთად პარაშენკო მესიჯა 5-4 საათზე და ეხლა კიდე მესიჯა დილის შუა საათზე